იცით რა არის? მე ხლა მე მაგ ბავშვს პირადად თავის, მაგრამ რამდენი ბავშვი საბასტუნელები არის? ყველა ბავშვმა აღნიშნა, რომ მას ეჭირა ტელეფონი ხელში. დავარდნია მაგ მომენტში ტელეფონი და დაწევლა. თვითონ იმაშიც ჩანს კადრში. როგორ ოდნავ რულით რომ მილიმეტრებში მაგას აიღოთ, ის ამოსული მანქანა დაინახა, დღესდღეობით ჩემი შვილიშვილი ცოცხალი იქნებოდა. ვისი ბრალია, რა უნდოდა არის გადასახლებთან? სად ორმო, სად ამოთხრილი და სად კიდე შეჯახება. პროსტა აი სასამართლოს მსვლელობის და სულ ყველა კარგად აი ეს როგორც მე თქვენ ხედავთ, ის ეხედავთ. სად იყო შეჯახება, სად იყო გაჩერება, ხო ვარ, მაგრამ მით უმეტეს ამ ხელაზე თუ ამოთხრილიყო, როგორც პროკურორი და ისინი ამბობენ, და არ შეეძლო იმ ხელა მანქანას გაეჩერებინა ოდნავ გადასულიყო, ყურადღებით რო ყოფილიყო. ეს რას ნიშნავს, რომ არ არის პატრონი თუ ვინ ყავს, ვინ იმაშვება მაგ თარველობს, მე არ ვიცი. მაგრამ ფაქტია, რომ ყველა ბავშვი ამბობს, რომ ქონდა ტელეფონი, ეჭირა ტელეფონი და ტელეფონზე TikTok-ს და იმას ყველა და ამ ეს ერთადერთი ბავშვია, რომელმაც სიმართლე თქვა. და დანარჩენები რატომ ალავენ სასამართლოზე და დაკითხვაზე ვერ გეტყვით. რა მაინტერესებს